რა როლი ჰქონდა ივანიშვილს რუსულ პოლიტიკაში. არსებობს ეგეთი წიგნი, ყველა თავისუფალი არის მიხეილ ზიგარის, რომელიც ყვება 1996 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც ბორის ელცინი იყრიდა კენჭს და მისი მთავარი ოპონენტი იყო ზუგანოვი, ასეთ კომუნისტი, თუმცა იქ იყო კიდე მესამე კანდიდატი, ლებეძი, გენერალ ლებეძი, რომლის დამფინანსებელიც იყო ბიძინა ივანიშვილი და ამ წიგნში არის კარგად ახსნილი და ჩაშლილი ბორის ივანიშვილად იყო იქ ცნობილი. ივანიშვილს ამაზე კითხვაც დაუსვეს 2011 წელს და მან თქვა აღიარა კიდეც ეს არჩევნები ზოგადად ითვლება რუსეთში დემოკრატიის დასრულების და დემოკრატია ვერ შედგა რუსეთში ერთ-ერთი მიზეზად, იმიტომ რომ იყო გაყალბებული აბსოლუტურად ეს არჩევნები და ადმინისტრაციული რესურსი იყო გამოყენებული და ასე შემდეგ. ეს ლებეძი იყო სპოილერი ელცინის, თუმცა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო რაც არის 9 აპრილის ტრაგედიის დროს გენერალ ლებეძი, რომელიც საბჭოთა ჯარის გენერალი იყო თბილისში და მონაწილეობდა მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და ამ ჟლეტაში, ამ ტრაგედიაში, რაც მოხდა. შემდგომ ბაქოში კიდევ უფრო მასშტაბური დარბევა იყო და კიდევ გაცილებით მეტი ადამიანი გარდაიცვალა. იქაც ლებეძი იყო, ანუ ეს არის იყო სიცილიანი ჯალათი. 80-იან წლების ბოლოს რა ტრაგედიებიც მოხდა, არაერთი საბჭოთა ჯარის მიერ რაც იყო ჩადენილი, ის იყო ამ ყოველფრის აქტიური მონაწილე და ბიძინა ივანიშვილი იყო ამ ადამიანის შემდგომ სპონსორი, არა მხოლოდ მაგ არჩევნებზე, არამედ შემდგომ უკვე სხვა წყაროებიდან ვიცი, დოკუმენტურ ფილმებში არის ნაჩვენები, კრასნოიარსკის გუბერნატორი როცა იყრიდა კენჭს, იქაც ივანიშვილი იყო მისი დამფინანსებელი. ამიტომ ივანიშვილი მონაწილეობდა რუსულ პოლიტიკაში, საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა როგორც სპონსორი და მათ შორის აფინანსებდა ჩემი აზრით საქართველოს წრეებს, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც 9 აპრილს ხალხს არბევდა, მას სხვანაირად ვერ მოიხსენიებ.